რომლებიც არის აი ასეთ ძალიან ლამაზ საყვარელ შეფუთვაში, არტიკულებსაც გეტყვით, სულ 3 ფერია მხოლოდ და რა თქმა უნდა 3-ვე გამოვწერე. ფასიც რო გითხათ, არის 9 ლარნახევარი, არის ვარდისფერი, ღია ვარდისფერი და შოკოლადის ფერი. ფასიც გითხარით, ძვირი, არ ღირს რა თქმა უნდა, ჩვენთან ყველა ფერი ხელმისაწვდომი ფასებია, არის აი ასეთი. ეს ახლა გავხსენე მე ყველაზე მუქი რომელიც იყო, ნახეთ. აი, ხონჩა, ესე ფოკუსი რო გაასწროს. ნახეთ ამან როგორი ფერი მიიღო. ატმის ფერი ძალიან ლამაზია. და აი ამის ამოტანის რომ ამოვიდეს, ეს არტრიალებს არის. აი და ამოიწია ჩვენი პომადა. აი ესეთი ოღონდ უკან როგორ ჩადის ბოდიში, უკან აღარ ჩადის. აი ესეთია. და რა თქმა უნდა თავსად, ანუ თავსახურს აი აქ მანძილი დიდი აქვს, ანუ არ გაგიფუჭდებათ პომადა, ამაზე არ ინერვიულობ. და რა თქმა უნდა მე უნდა დავწესო ახლა ესენი ხელზე, იმიტომ რომ უცებ უკვე ბალზამი მისვია და აზრი აღარ აქვს, ნეტა ჯერ ეს გამეხსნა. ჯერ ახლა გაჩვენებთ სამივეს ერთად. რომ ნახოთ განსხვავება ფერებს შორის, აი ესე დავიჭიროთ, აი ესეთი ფერი. და რა თქმა უნდა ახლა მომიწევს ხელზე დატესტვა. ჯერ ნახოთ აი ეს. თან საინტერესოა. არის ესეც ძალიან წვნიანი, სველი პომადა არის. წასმის დროსაც ემჩნევა, აი ნახეთ. ბავშვობაში საწერკალამებით რომ მასწავლებლებს ნერვებს უშლიდით კლასში, აი ის გამახსენდა. ესეც ძალიან ღია, ნაზი ფერია. აი უფრო ახლოს რომ მოვიტანო. და შემდეგი ფერი უფრო მუქი. ეს ამოსულია უკვე. აი ძალიან ნაზი. სუნი აქვს რაღაც ვერ მივხვდი რა ხილის სუნი აქვს, აი ესეთი. ეხლა რამდენად ფერი ფერს გავს რომ შეხედოთ. ვერ გეტყვით. მე მგონი ფოტოში რაღაცა უფრო სხვადასხვაირად ჩანს. ანუ რეალურად უფრო მეტი ბზინვარება აქვს ვიდრე ფოტოშია. ყოველ შემთხვევაში აი რომ მიცოდეთ, ესეთი ფერებია. მე ეს ძალიან მომეწონა. ეს ასევე არის ფჩვილი სტიკერები, რომელიც არ გამომიწერია. ხო, ეს უკვე გაჩვენეთ და გადავედით ახლა ორ მხრივ ლაინერს. აი ასეთია. ეს ღირს 15 ლარი და 20 თეთრი, ამის არტიკული არის 56882 და ამის უნიკალურობა არის ის, რომ ერთ მხარეს არის ლაინერი და შავი არ არის, იასამნის ფერია. აი. და მეორე მხარეს არის აი ასეთი გული. აი ესეთი. მოიცა როგორ არის? ეს. აი ესეთი გული. ესეთი გული. აი ეს არის აი ამ ლაინერის უნიკალურობა. არის მდგრადი. ანუ ეხლა რო გაშვება ამას არაფერი არ მოაშორებს. მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ ჩვეულებრივად გქონდეთ. ოღონდ მე უკვე დავტესტე ეს და ჩემი აზრით თუ ვინმეს ცრემლდენა გაწუხებთ, მაშინ არ გამოიყენოთ ეს. იმიტომ რომ ჩვეულებრივ ლაინერისგან ან ფანქრისგან განსხვავდება შემადგენლობით. გავაგრძელოთ ახლა თვალის ჩრდილებით. როგორც გითხარით, ეს არის ძალიან წყალგამძლე, აი ამას მაკიაჟის მოსაშორებელის გარდა არაფერი არ უშველის. და ახლა უნდა გაჩვენოთ აი ეს ჩრდილები, რომლებიც რა თქმა უნდა მე უკვე დავტესტე, გავხსენი. და ახლა უნდა გაჩვენოთ თქვენ. აი ესეთი ის არის რა ქვია. მოდი ჯერ ესე წავისმევ ყველა ფერს. ამის ფასი არის 13 ლარი და 99 თეთრი, ანუ 14 ლარი, ჩათვალეთ. და აქვს ძალიან კარგი გაბლანდვა. არის მდგრადი. მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ თავისუფლად იყოთ. ანუ სანამ გაშრება ნაწილდება ძალიან კარგად. ნახეთ როგორი უცხო ფერებია. და არ შორდება იოლად, ესე რომ ვთქვათ. ეხლა იმაზეც გადავანაწილებთ და გაჩვენებთ. შეგიძლიათ როგორც ფუნჯით, ასევე პრინციპში ხელით უფრო იოლად ნაწილდება, მე მაგალითად ხელით რომ გადავანაწილე ის უფრო მომეწონა, ვიდრე ფუნჯით. ნუ შეიძლება სპეციალისტები და ვინც მაკიაჟს აკეთებს, აი ესეთებია, ნახეთ. აი. რა თქმა უნდა არტიკული არის სხვადასხვა. აი, რომ ნახოთ, აი ეს წავისვი აქ. და ეხლა გაჩვენებთ ამის გაშლას. აი. ნახეთ. როგორ თავისუფლად, ეხლა მივყვები მე და აი ესე ჩავშლი. ნახეთ, რა კარგად იშლება
რა იოლად ნაწილდება. ანუ აი ამითი დამწყებთათვისაც კი ძალიან ნახოთ ხომ ჩანს კარგად. იოლად შეგიძლიათ გაიკეთოთ მაკიაჟი, იმიტომ რომ ჩრდილებიც ხო გამომიყენებია მაგალითად სახისთვის, ხო? აი ეს ნახეთ რა ლამაზად და იცით როგორ ჯდება? ანუ არ ჩანს რომ ნაოჩიან ნატეხში რაღაცა ცუდად ჩაჭდა. მოკლედ აი ესეთი ძალიან და თან რომ გაშრება, всё. აი რა თქმა უნდა, აი ამ ლაინერთან შედარებით მოშორებადია, ანუ წყალგამძლე არ არის, მაგრამ მდგრადია და შეგიძლიათ თამამად იყოთ. აი ესეთი რაღაცა შუქი ურტყავს მგონი ცუდად და არ ჩანს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რეალურად ერთიანად გადანაწილებულია კანზე, ანუ ერთ ტონში ზის. ესეც ასე. ეს არის კიდე სახის სკრაბი, ვერბენას სახის სკრაბია, რომლის არტიკული არის 12.016. ნახოთ ახლა ესეც. აი ნახეთ, ამაში არის აი სკრაბის ნაწილი ისენია. შეგნით აი ესეთი ქვიშასავით რაღაცები აქვს და ტუში, დაგვრჩა ტუში. აი ნახეთ რა საინტერესო ფუნჯი აქვს, ნახეთ პატარა-პატარა. რა თქმა უნდა, ავიტუშავე ხო და გაჩვენებთ. არტიკული ამისი არის ისე პატარა დაწერია, რომ გამადიდებელი მინდა 59.01. ეს რა კარგად არის. მოდით აბა ვნახოთ, როგორ ამიტუშავს ჩემ მთელი დღის გადარბენილ თვალებს. არ ვიცი ჩანს თუ არა. პრინციპში ტუში თუ გინდათ რომ დატესტოთ, უნდა დატესტოთ რეალურად. ესე მაინც და მაინც მე ყოველ შემთხვევაში ვერ ხვდები როგორ უნდა შევარჩიოთ. უი რა ლამაზია. ნახეთ, მე მგონი ჯობია ვიდეოში ნახოთ, თავად დატესტოთ. მოკლედ აი ესე უცებ რაღაცაზე ძალიან კარგია. მე დღეს ლაინერის მეტი არაფერი არ მისვლია. ასე რომ უფრო კარგად ჩანს, ხო? კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, ესეთი პაწაწკუნტულა. ისინი აქ ნახეთ. ოპა. მოკლედ, ამის ფასი რომ არ ვეძებო ეხლა, თუ გაინტერესებთ კომენტარით დამიწერეთ და გეტყვით, ეხლა სად არის არ ვიცი და გადავიდეთ ეხლა გაჩვენებ შხილის მოვლის საშუალებებს. პატარა ქალბატონებისთვის რაც არის ტუჩის ბლესკი, თუ ბალზამი და აი ეს ორი პატარა ბეჭედი, აი ამ ბეჭდებს ფასებსაც გეტყვით, არტიკულებსაც გეტყვით. აი ამ ბეჭედს ერთს აი ესე არის, ანუ მთლიანად შეკრული, გახსნილი არ არის, მაგრამ მეორეს აი აქვს, ანუ ზომაში თუ არ მოერგო, ნახეთ, ცოტას რომ გაიწიოს, ესე რომ ვთქვათ, და პატარა ბუთხუზა ხელებსაც რომ მოერგოს. ძალიან ლამაზია, ამას გულის ფორმა აქვს და ამასაც გულის ფორმა აქვს აი ესეთი. მე გოგო არ ყავს, მაგრამ ჩემს მიშვილს ძალიან უხარია, მამიდა რომ ასეთ რაღაცეებს უწევს და ძალიან მოსწონს რომ მამიდა ფაბრიკში მუშაობს, იმიტომ რომ ანებიურებს ასეთი რაღაცეებით. და აი ეს შემდეგი, აი იმის ბალზამიც უნდა გაჩვენოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება ბავშვებზე გამოყენება არის უსაფრთხო, შეგიძლიათ თამამად გამოუწეროთ. აი ეს, ნახეთ, სამი ლამაზი ფერი, მართლა ლამაზი ფერებია, პრინციპში ამას დედებიც მშვენივრად გამოიყენებენ. აი ესე და აი ამის ბალზამი დავუჩა ახლა, რომ გაჩვენოთ. ესეთი პაწაწკუნტულა არის, პატარა არის და ამას მარწყვის და იმის სუნი აქ ქვია, ანანასის. ესეც ასე. აი ეს ორი პროდუქტი და ეხლა უნდა გითხრათ აი ამის ფასები. ხო, გამოიყენება 3 პლუსი, ანუ მონიშნა აქვს, რომ არის უსაფრთხო გითხარით უკვე და ეხლა უნდა 5 და 60 ღირს ანუ ნებისმიერი 5 და 60, 5 და 70 უკაცრავად მეორე, არტიკულები არის 58.99 და 58.57. აი ესეთი. რა თქმა უნდა, სხვა რაღაცებიც არის პატარებისთვის, უბრალოდ ისინი სიახლე არ არის და უკვე ნაჩვენები მაქვს ეს ყველაფერი თქვენთვის სხვადასხვა ვიდეოებში, ამიტომ სხვა რაღაცები აღარ გამომიწერია. პრინციპში სახში აღარც მაქვს, ჩემს გოგოს აქვს უკვე ჩემს ნოციკოს. და დაგვრჩა აი ეს ორი სუნამო, რომელიც სიახლეებია და რა თქმა უნდა, მაინტერესებს ამის სუნიც, შეფუთოთ სუნამოები. 8 ელემენტი ეს მამაკაცის სუნამოა, ეს ქალების. 8 ელემენტი არის ყველაზე მოთხოვნადი სუნამო მამაკაცებისთვის, მამაკაცების სუნამო და დაემატა აი ეს ახალი. ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ აი ის რაც არის ის სამი, ისეთი კარგი თვა ესეც. რა თქმა უნდა, როცა სუნამოს ჩვენთან ყიდულობთ, მისი წამყვანი ნოტები, ანუ მიახლოებით რომ შეგექმნათ წარმოდგენა როგორი არომატი აქვს, ანუ წამყვანი ნოტები რა არის აი ამ სუნამოში. იმიტომ რომ ჩვენს კატალოგს არ აქვს აი ესე ხელს რო გავსმო და ნახოთ, ანუ ტესტერი არა აქვს. თუ კი შეძენას აპირებთ და კონსულტანტს ვინმეს უყვეთავთ, აუცილებლად უნდა გქონდეს სინჯი, პატარა სინჯები იყიდება ჩვენთან და იმით დაგატესტინოთ, ან აი ესე ჩემსავით გქონდეს უკვე გამოწერილი და გაჩვენოთ თავისთვის გამოწერილი. მოკლედ
როგორც გითხარით, აი ამის როგორც აი ამ 8 ელემენტის, ასევე ამის ორი ვერსია არის უკვე Faberlic-ს აქვს, ეს არის მესამე, აი ახლა გაჩვენეთ და უცებ მოახერხე, აი ესეთი ვერსიები ქონდა და ახლა გამოვიდა აი ეს ახალი. ეხლა ნახოთ, როგორ შეფუთვაშია. სკვაიმერ ალამაზია. სუნი უკვე იგრძნობა. ის აქვს, რა ქვია. თავი ისეთი აქვს, ანუ შიგნით რო ჩაასხას უნამოდა ნახო, აი ესე ამას გამორიცხულია, იმიტომ რომ არა აქვს. სამაგერო და ესე გავაკეთოთ. ვაიმე, აი ცივი და იასამანი სუნი აქვს თუ რაღაც სასწაულად. კარგი სუნი აქვს, ისი სუნი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან კარგია. ესეთი ძალიან ლამაზი შეფუთვაშია. ფასი არის 34 ლარი და 19 თეთრი და არის რამდენი მილიგრამია? 50 მილიგრამიანი. აი ეს. და შემდეგი მამაკაცების სუნამო. შეფუთვა პრინციპში იგივე იქნება, რაც სხვები, კი, ზუსტად ისეთია. მამაკაცის სუნამო, გეტყვით ახლა რა ღირს და რამდენი მილიგრამიანია, სავარაუდოდ 100-ის უნდა იყოს, მამაკაცების ყოველთვის მეტია. კი, 100 მილიგრამია. აი ეს არის მისი წინამორბედი, ორი სხვადასხვა არომატი და აი ეს არის ახალი ვერსია. აი. ფასი ღირს 30 ლარი და 40 თეთრი, 39.00-ია მისი არტიკული. ეს რო გავხსენი, როგორც აი ეს ქალის სუნამო იყო, უცებ ვიგრძენი სუნი, ისე არ იყო, თუმცა იმედია არ გამიცურებს იმედებს და ესეც კარგი იქნება. ეს განსხვავდება იმ 8 ელემენტებისგან. იმათ როგორი სუნიც აქვს, ამას ისეთი არ აქვს. ეს განსხვავებულია სრულიად, ანუ ვინც რეგისტრირებულია და ანუ ვინც იყენებს ამას უკვე იცის, იმას როგორ ამაკ. ბანე ვიდეოს ჩაწერას რო დავამთავრებ, მე მოვიშორებ, თუმცა ძალიან კარგია. ცივი არომატი აქვს და ვფიქრობ, ორივე სუნამო, აი ესეც და აი ესეც, თუ ტკბილი სურნელის მოყვარული არ ხართ, ორივე მოგეწონებათ.